ეს ვიდეო განსაკუთრებით დაინტერესებთ იმ პიროვნებებს, იმ კატეგორიას ხალხისას, რომელსაც საოფისე სამსახური აქვს ეგრეთ წოდებული და ვისაც ყოველთვის რაღაცა იჩქარება და ყოველთვის რაღაცა გადარბენათი კატეგორიის ხალხი, რომელიც მსგავს სამსახურებში მუშაობს, ძირითადად საოფისე საქმიანობით არის დაკავებული, ყველა დამეთანხმება, რომ ყოველთვის გქონიათ მომენტი, როდესაც რაღაცა დასკანერებული ვარიანტი გაქვთ გასაგზავნი რაღაცა ნებისმიერი დოკუმენტის და მოლოდინოთ აღმოჩნდება, რომ ან სკანერი არ მუშაობს, ან საერთოდ არ გაქვთ, ან კიდევ ვიღაცასთან გიწევთ წასვლა, დასკანერება, მერე უკან მოსვლა, იმეილზე გაგზავნა და ასე შემდეგ. მოკლედ, მიხვდით ალბათ, რაზეც მაქვს საუბარი და ეს ვიდეო ზუსტად დაეხმარება აი ამ კატეგორიის ადამიანებს. როდესაც თქვენ გაქვთ რაიმე ნებისმიერი დოკუმენტი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ზომას, ეს იქნება A4, B5, A3 თუ A2 და ასე შემდეგ. როგორც იცით, აი ეს სიჩქარეში გაკეთების დროს თქვენ ყოველთვის მოიმარჯვებთ ტელეფონს, მაგრამ ტელეფონს ერთი ძალიან დიდი მინუსი აქვს, როდესაც თქვენ გადაუღებთ აი ამ დოკუმენტს სურათს, ის ნებისმიერ შემთხვევაში გაამრუდებს გეომეტრიას და საერთოდ სხვანაირად გამოჩნდება და ბოლოებში თქვათ დაწვრილებული იქნება ქვევით, განიერი და ასე შემდეგ. მე დღეს წარმოგიდგენთ ძალიან მარტივ, ძალიან პატარა პროგრამას, რომელიც Google-ისა, რა თქმა უნდა, და რომელიც აბსოლუტურად ყველა თქვენგანს დაეხმარება უმარტივესად, ძალიან სწრაფად. რამოდენიმე წამში შეგიძლიათ ეს დოკუმენტი დაასკანეროთ და არანაირი ფოტოშოპის გამოყენება არ გჭირდებათ იმისათვის, რომ გაასწოროთ ეს გამოგდებული კუთხეები და ასე შემდეგ. ეს პროგრამა აბსოლუტურად ყველაფერს თვითონ აკეთებს ხოლმე. ეხლა კი გადმოვიდეთ აი აქეთ მაგიდას და ვნახოთ როგორ მუშაობს, როგორ ასკანერებს და ასე შემდეგ. წავედით. ნებისმიერ შემთხვევაში, რამდენადაც არ უნდა დააყენოთ აი ესე სწორად, აი ამ დოკუმენტის განლაგება, ან კამერის განლაგება, არანაირი მიმართულება არ გადაიგებს ისე, რომ არ კონდეს გამრუდებული აი ეს გეომეტრია. შეხედეთ, რაღაცა იქით არის გაქცეული, აქეთ მეტია და აუცილებლად გესაჭიროებათ ფოტოშოპი და როდესაც დროში ხართ შეზღუდული, მით უმეტეს ვერანაირად ვერ მოასწრებთ ამ ყველაფერს. შევდივართ Play Store-ში და ვეძებთ Photoscans. Photo Scan. აი ესე. ავყრიფოთ, გავუშვათ search-ი და აი ეს არის ჩვენი სასურველი აპლიკაცია, რომელიც Google-ისა მეგობრებო და რომელსაც Google მუდმივად ანახლებს და ასწორებს ბაგებს. მე ჩემ შემთხვევაში გადმოწერილი მაქვს უკვე აღარ დავიწყებ აი ამის გადმოწერას, ლინკი იქნება აუცილებლად description-ში და მოდით გავხსნათ, მივცეთ open და ნახოთ რა შეგვიძლია ამ აპლიკაციის მეშვეობით გავაკეთოთ. ესეც ჩვენი Photoscan აპლიკაცია და პირველი რაც მინდა აღვნიშნო, ეს არის ის, რომ არ გესაჭიროებათ მოუძებნოთ რაიმე კუთხე იმისათვის, რომ გაასწოროთ რაიმე გეომეტრიულად და არ გესაჭიროებათ არანაირად აი ესე რაღაცა კუთხეების მოძებნა და გეომეტრიის გასწორება. ამ აპლიკაციას აქვს IES, ეგრეთ წოდებული შუქის ჩართვა, რომელიც ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვესაჭიროება, იმიტომ რომ შუქი საკმარისად გვაქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ. აქ არის რაღაცა გასასწორებლები, რომელიც ასევე შეგიძლიათ არ გამოიყენოთ. დავაჭიროთ აი ამ ღილაკს და შეხედეთ, 4 წერტილი მოგცა. დავიწყოთ აი ისრის მიმართულებით. მოვიყვანოთ 1 აი აქ, გავაჩეროთ, დაველოდოთ. შემდეგ ის არის გვაჩვენებს, რომ აქეთ უნდა წამოვიდეთ, მოვდივართ აი ამ წერტილზე, შემდეგ ის არის გვაჩვენებს აი აქეთ მიმართულებას, აი ესე, მოვდივართ აი ამ წერტილზე, ველოდებით და ბოლო ის არის, აი ესე. ეხლა დაველოდოთ და მოდით ვნახოთ, როგორ დაასკანერა. ყოველ შემთხვევაში მე ველოდები ძალიან დიდ საოცრებას. შევდივართ აი აქ და ვნახოთ ჩვენი დოკუმენტი. ეს არის ის მაგალითი, რომელიც მე განახეთ, ეს კი ახალი დასკენერებული დოკუმენტი. ხალხო, შეხედეთ, რა იდეალურად არის გასწორებული, აი ეს ყველა კუთხე სახაზავებით არის დასკენერებული და შევიდეთ მენიუში, მოვნიშნოთ აი ეს დოკუმენტი და იმ შემთხვევაში თუ ამოტრიალებულად არის დასკენერებული, ჩვეულებრივად rotate შეგვიძლია მივცეთ. ეს არის ჩვენი დოკუმენტი და აი ზუსტად არანაირ საზღვრებს არ არის გადაცილებული, ზუსტად იგივენაირად არის მთლიანად დასკანერებული. მაინც გაქვთ შესაძლებლობა რაღაც აი ამ adjust corners, ანუ კუთხეების გასწორებით შეგიძლიათ მიაღწიოთ რაღაცა კიდევ დაზუსტებულ გეომეტრიას. აი შეხედეთ, ლუპა ირთვება აი აქ და შეგიძლიათ ზუსტად დაამტკბიოთ კუთხეებს აი აქ.
ის არის კუთხეები. დავამტყუეთ, მივცეთ. და კიდე დამატებითად გაასწორებს, მაგრამ გარწმუნებს, რომ არ დაგჭირდებათ საერთოდ ამ პროგრამასთან აი ეს ზედმეტი რაღაცა უაზრობების გაკეთება, იმიტომ რომ ავტომატურად ყველაფერს უმაღლეს დონეზე აკეთებს. დიდი მადლობა ყველას, ვინც უყურა ამ ვიდეოს და ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. გეულდებათ კიდევ ბევრი საინტერესო ტუტორიალები. დროებით. Peace. კარგად.